მოგესალმებით, მე ვარ მარიკო ებრალიძე, ეს კი გადაცემა სიტყვების თამაშია. შოუს, სადაც მონაწილეები ერთმანეთს სიტყვების შექმნაში ეჯიბრებიან. აზარტი, რისკი, მოხერხებულობა, ტაქტიკური სვლა. აი რა არის საჭირო იმისთვის, რომ გახდე ამ შოუს გამარჯვებული, მოიგო 1000 ლარი და რაც მთავარია, გაიგო სიტყვის ფასი. ახლა გავიცნოთ თამაშის მონაწილეები და პირველი მოთამაშე. ეს გახლავთ მარი მჭედლიშვილი 37 წლის სიღნაღიდან. მარი, მოგესალმებით. მოგესალმებით. მარი, მე მაინტერესებს რაიმე ტაქტიკა თუ გაქვთ შერჩეული თამაშის და ან რაღაცა ისეთი ფარული რაღაც ნიჭი თუ გაქვთ, მოკლედ, პატარა ლექსებს წერ კი, შემიძლია მეხმაროს, მაგრამ ტაქტიკა არავის არის. ერთადერთი რასაც ვფიქრობ, მაქსიმალური ქულებით გავაკეთო სიტყვები. კი, მაგრამ როგორ მოახერხებთ ამ მაქსიმალური ქულების დაგროვებას საკმაოდ ისეთ მცირე დროში? უნდა შევეცადო. მადლობა მარი, გისურვებთ წარმატებებს და გავიცნოთ შოუს მეორე მონაწილე. ეს გახლავთ მარიკა აგულაძე 23 წლის, რომელიც არის ჩვენი Facebook ვიქტორინის გამარჯვებული. მარი, გილოცავთ, რომ ხართ ჩვენთან უკვე სტუდიაში და მითხარით, როგორი შეგრძნება იყო Facebook ვიქტორინის გამარჯვებული და უშუალოდ უკვე თამაშობდე მოწინააღმდეგეების პირისპირ სტუდიაში. ძალიან გამეხარდა, არ ველოდებოდი. ისე შემთხვევით შევედი, რომ ისევ ნახა მორიგი გამარჯვებული ვინ იქნებოდა და ჩემი სახელი რომ გამარჯვებული. ხშირად თამაშობ და სულ ადევნებ თვალყურს ამ გადაცემას. თქვენ ყველაზე სწრაფად მოახერხეთ ყველაზე მაღალქულიანი სიტყვის დაწერა Facebook ვიქტორინაზე და რა იყო ეს სიტყვა? მეჩონგურე. მეჩონგურე. მშვენიერია და ასევე წარმატებას გისურვებთ ჩვენს შოუში და გავიცნოთ შოუს მესამე მონაწილე. ეს გახლავთ კახი ბერიშვილი 31 წლის თბილისიდან. კახი, მოგესალმებით. კახი, როგორ გაუძლებ ამ ქალბატონების სილამაზეს და მათ კონკურენციას? მე როგორ შეებრძოლებით? შებრძოლებით არ ვიცი, მაგრამ რა მეთოდით, რა ტაქტიკით, მოკლედ? ტაქტიკა, სიმართლე გითხრათ, არანაირი არ მაქვს. უბრალოდ ჩემი ტაქტიკა არის თავისუფლება. იცით რა, თავისუფლება ეს ნიშნავს იგივეს, რომ თქვენ ხართ ესე იგი დისკომფორტში, როდესაც დროში გზღუდავენ, ანუ თავისუფალ ადამიანებს ეს არ უყვართ, როდესაც დროში ზღუდავენ. აი ეგ შეგზღუდავთ ჩვენ დროში და არა უშავს. ამას როგორ შეათანხმებთ თავისუფლებას და დროში შეზღუდულობას? არა უშავს, დრო იგივე სივრცის ნაწილია. კარგით, ნუ ასეთი ლაკონური პასუხები მოგცა კახი. ვნახოთ როგორ გაართმევს თამაშს თავს კახი და გისურვებთ წარმატებას. დიდი მადლობა. ჩვენ გავიცანით შოუს სამივე მონაწილე. რა თქმა უნდა, სამივეს გისურვებთ გამარჯვებას და ჯობია ახლა გადავიდეთ უკვე უშუალოდ შოუს წესების ახსნაზე. და რაც შეეხება პირველ რაუნდს. მე მაგიდაზე გავშლი 700 გრას, რომელიც თქვენთვის იქნება საერთო. ასევე დამატებით გადმოგცემთ 2 ბარათს და თქვენ უნდა მოახერხოთ 40 წამში აი ამ 7 ძირითადი ასობგერით და 2 დამატებითი ბარათით ყველაზე მაღალქულიანი სიტყვის მოფიქრება. სიტყვა უნდა იყოს ქართული, მას უნდა კონდეს მნიშვნელობა და არავითარ შემთხვევაში არ ჩაგეთვლებათ ბარბარიზმი, ჟარგონი და საკუთარი სახელი. ამას მიაქციეთ ყურადღება. რაც შეეხება ბარათებს, უფრო მეტი ნდობისთვის, როგორც ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე შოუში, მოდით ავჭროთ და კახი. კი ხარ სიტყვა ძუნწი, მაგრამ იმედია ბარათების აჭრაში დამეხმარები. აი ესე გადავანაწილოთ, ესე ხელით ვერ იზამ მაგას. არა უშავს. აი ეგრე. ესე. დიდი მადლობა. თამაშის დაწყებამდე გისურვებთ წარმატებებს. მაშა ასე ბარათები ავჭერით, კონკურენტებმა ერთმანეთს წარმატებები უსურვეს და დროა დავიწყოთ თამაში. პირველი რაუნდი და პირველი რაუნდის ასობგერებია. D3 ქულა, A1 ქულა, L2 ქულა, P6 ქულა, ბონუს ბარათი, T4 ქულა და ბოლო ასობგერა ბონუს ბარათი. გაგიმართლათ უკვე ორი ბონუს ბარათი ამოგივიდათ. და ვნახოთ როგორ დაგეხმარებათ მარი, თქვენ ეს 2 დამატებითი ბარათი. პირველი მოთამაშე ხართ თქვენ. მადლობა. გაქვთ 40 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომით ჩაირთო. დრო იწურება მარი.
მარი, პირველი მოთამაშე იყავით. შეიძლება ითქვას გახსენით შოუ. დიახ. და როგორი ემოციებია? პირველი სიტყვა ჩავთვალე რომ არასწორი იყო და შემდეგ მეორე ავაწყე. ამდენად ცოტა შევიზღუდე. თავი მოასწარით თქვენ ეს ყველაფერი. მოასწარი სიტყვა. და ქულის კმაყოფილი ხართ თუ არა ეს როგორ ფიქრობთ მოგიტანთ ეს სიტყვა გამარჯვებას? პირველ ეტაპზე. ფიქრობ კარგი ქულა. კარგი, გავაგრძელოთ თამაში. და მეორე მოთამაშე ხართ თქვენ, მარიკა. გაქვთ 40 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. მარიკა, თქვენ ხართ ჩვენი Facebook გამარჯვებული. როგორი ემოციებია? ჯობს ალბათ ხო სახლიდან თამაში? მეორად. თან ჩემი სუსტი წერტილია, ნერვიულობა და ართმევთ მერე თავს. ჯერჯერობით კი. კარგი. გავაგრძელოთ თამაში და პირველი ეტაპის მესამე მოთამაშე კახი ხართ თქვენ. გაქვთ 40 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. როიწურება გააგზავნეთ. გააგზავნა. კახი. თქვენ ბოლო წამებში მოახერხეთ სიტყვის დაფიქსირება. დიახ. როგორ ფიქრობთ ეს სიტყვა მოგიტანთ გამარჯვება, ასე დაწინაურდებით პირველ ეტაპზე? არა. არა? საკმაოდ პატარა სიტყვა. კარგით, მაშ ასე პირველ ეტაპი გადავლახეთ, სიტყვები დაწერილი და ახლა უნდა გადავიდეთ თქვენივე სიტყვების შეფასებაზე. სამივეს უნდა გითხრათ, რომ თქვენი საწყისი სათამაშო თანხა ეს არის 100 ლარი. ამ ეტაპის მინიმალური თანხა 5 ლარი სამივეს ჩამოგეჭრებათ, მაქსიმალური თანხა არის 10 ლარი. მარი ვიწყებთ თქვენგან თამაშს და მითხარით, როგორ შეაფასებთ თქვენს დაწერილ სიტყვას. 5 ლარი არის მინიმალური, მაქსიმალური არის 10 ლარი. მარიკა? გავყვები. 10 ლარი, კახი. 10 ლარი. მაშ ასე დასახელებული არის მაქსიმალური თანხა, ეს არის 10 ლარი და გავიგოთ მოთამაშეების სიტყვები. მარი, მითხარით თქვენი სიტყვა. ძალიან ულამაზო სიტყვა, დამპალა. დამპალა. 12 ქულიანი. მარიკა, მითხარით თქვენი სიტყვა. დალპა, ასევე 12 ქულიანი. დალპა, ასევე 12 ქულიანი და კახი. ავი ჭიტა, ჭოტი, სულ 1-4-ია. ჭიტა. ჭოტი ჩაითვლება, მაგრამ ჭიტა არ ჩაითვლებოდა. ეს არის 11 ქულიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი ეტაპის გამარჯვებულები არიან ქალბატონები მარი და მარიკა. გილოცავთ, თქვენი მოგებული თანხა არის 105 და 105 ლარი. თქვენ კახი გრჩებათ 90 ლარი. წინ კიდევ ორი ეტაპია და ვნახოთ როგორ წარმოაჩენენ ჩვენი მოთამაშეები თავს. ჩვენ გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. და შემდეგი ეტაპი სასოფგერებია. ჟ 6 ქულა, დ 3 ქულა. I 1 ქულა, G 6 ქულა, A 1 ქულა, I 1 ქულა და ბოლო ასობგერად C 4 ქულა. მეორე ეტაპის პირველი მოთამაშე, მარიკა ხართ თქვენ. გაქვთ 40 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. მარიკა მარიკა დრო ამოიწურა. გასაგებია პირველი მოთამაშე იყავი ამ ეტაპის და ეს არის ღელვის მიზეზი. მაგრამ Facebook ვიქტორინის გამარჯვებული ხარ. ძალიან დაიბენი რაღაც. დიახ. როგორ ფიქრობ,
ეს სიტყვა მოგიტანთ გამარჯვებას ან გაუწევს კონკურენციას თქვენს მეტოქებს? გაველოდები დანარჩენების თამაშს. მშვენიერი პასუხია. გადავიდეთ შემდეგ მოთამაშესთან. თქვენ ხართ მეორე მოთამაშე კახი. გაქვთ 40 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. თუ დაწერეთ, გააგზავნეთ. კახი, თქვენ მაქსიმალურად გამოიყენეთ დრო. ფიქრობდით სიტყვებზე რამე ვარიანტებს ცვლიდით, საუკეთესო ამოირჩიეთ, მოკლედ გითხარით. არ ვფიქრობდი, უბრალოდ უკვე მოფიქრებული მქონდა და ვფიქრობდი გამეგზავნოთ თუ არა. გავაგრძელოთ თამაში და მეორე ეტაპის მესამე მოთამაშე ხართ თქვენ, მარი. გაქვთ 40 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. არ იკრიფება. გაიკრიფა? კი. ვერ გზავნი. მაუსი დავკარგე და ვერ გზავნი. მიშველეთ რა. ენტერს მიეცით, ანუ გააგზავნეთ სიტყვა. ენტერს მივეცით, ხო. მოვიდა სიტყვა. მარი, მაინც გატყობთ, რომ ღელვა ისევ შენარჩუნებულია თქვენთან. ისევ ნერვიულობთ, ძალიან დაბნეული ხართ. რატო რა ხდება? აი, მაუსი დამეკარგა და სიტყვას ვერ ვაწყობდი და ვცდილობდი და რო არ გამოდიოდა, ვიფიქრეთ რო არ თავი მოვასწარით. მოვასწარი, მაგრამ სიტყვა მქონდა წობილი, მაგრამ ვერ გზავნიდი დროში. კარგი. მაშასე მეორე ეტაპი გადავლახეთ, სიტყვები დაწერილი და ახლა უნდა გადავიდეთ თქვენივე დაწერილი სიტყვების შეფასებაზე. ვიწყებთ მარიკა თქვენგან თამაშს და უნდა გითხრათ, რომ ამ ეტაპის მინიმალური თანხა 10 ლარი სამივეს ჩამოგეჭრებათ. მაქსიმალური თანხა არის 20 ლარი. როგორ შეაფასებთ თქვენს სიტყვას? მინიმალური. მინიმალური 10 ლარი, კახი? მაქსიმალური. მაქსიმალური 20 ლარი. მარი. მივყვები. მარიკა. მარიმ დაასახელა მაქსიმალური თანხა 20 ლარი. თქვენ რას აპირებთ? ეთიშები თამაშს. ეთიშებით თამაშს. მაშასე მარიკა გამოეთიშა, თუმცა ორი მოთამაშე ყავს თამაშში და უნდა გავხსნათ სიტყვები და გავიგოთ თუ რომელმა უფრო მაღალქულიანი სიტყვა დაწერა. მაშასე დასახელებული არის მაქსიმალური თანხა 20 ლარი და მარიკა, რატო გამოეთიშეთ თამაშს? ყველაზე მაღალქულიანას დავადგი თვალი და შემდეგ ვეღარა ვაწყე. და ეს იყო დრო გამეპარა. კარგი, არა უშავს, მაგრამ კარგი ხენით რომ გამოეთიშეთ თამაშს. გავიგოთ კახის სიტყვა. ციტადი. ციტადი. კი. და ეს არის ციტადელის შემოკლებული სიტყვა. კახი, მოკლედ ციტადი, ეს არ არის სწორი ფორმა, ციტადელი მისი შემოკლებული ფორმა არ არსებობს სამწუხაროდ, ასე რომ 14 ქულა კი აქვს ამას, მაგრამ ვერ ჩაგითვლით. კარგით. და მარი გამოეთიშა თამაშს, მარიკა გამოეთიშა თამაშს, კახის სიტყვა არ ეთვლება და გამარჯვებული არის უკვე მარი. აი ესე მოდი, აი ესე რაღაც შემთხვევით. და მარი, გითხარით რა სიტყვა მოგიტანათ თქვენ გამარჯვება? ეს სიტყვა იყო ციდა. ძალიან მარტივი, ძალიან ლამაზი სიტყვა, ციდა, რომელიც არის სულ რაღაც 9 ქულიანი. ციდა ბედნიერება. ანუ ფრაზა დამეხმარა ამ შემთხვევაში. ანუ მუსიკალური ფრაზა. კარგი, ძალიან კარგი. გილოცავთ მარი, თქვენ ხართ მეორე ეტაპის გამარჯვებული, ამჟამად თქვენ ლიდერობთ და გაქვთ 135 ლარი, ასევე 95 ლარი რჩებათ მარიკა თქვენ და 70 ლარი რჩებათ თქვენ კახი. წინ კიდევ ერთი ეტაპია, ეს იქნება მოთამაშეებისთვის გადამწყვეტი და ვნახოთ, რომელი მოთამაშე გააგრძელებს მეორე რაუნდში თამაშს და სამწუხაროდ რომელი გამოეთიშება. ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს და გადამწყვეტი ეტაპი სასოფგერებია. U2 ქულა, P6 ქულა, S2 ქულა, P4 ქულა, R2 ქულა, E1 ქულა და K4 ქულა. გადამწყვეტი ეტაპის პირველი მოთამაშე. კახი ხართ თქვენ. გაქვთ 40 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო.
კახი, პირველი მოთამაშე ხართ გადამწყვეტი ეტაპის. ცოტა ხომ არ აღელდით? არა. 7-ით თამაშობთ. კი. და ეს ის სიტყვა, რომელიც თქვენ მოგიტანთ გამარჯვებას? არა. არა. კარგი, გავაგრძელოთ თამაში. და გადამწყვეტი ეტაპის მეორე მოთამაშე მარი ხართ თქვენ? დიახ. გაქვთ 40 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. მარი, თქვენ ხართ ლიდერი. ეს არის გადამწყვეტი ეტაპი. როგორ ფიქრობთ? შეინარჩუნებთ ამ ლიდერობას? ფიქრობ რომ კი. გააგრძელებთ მეორე რაუნდში თამაშს. ნამდვილად. ნამდვილად. ძალიან კარგი. გავაგრძელოთ თამაში და გადამწყვეტი ეტაპის მესამე მოთამაშე ხართ თქვენ, მარიკა. გაქვთ 40 წამი, მარიკა. გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. მარიკა, როგორ ფიქრობთ, გააგრძელებთ თამაშს მეორე რაუნდში? მგონი კი. ძალიან კარგი. მაშასე მესამე გადამწყვეტი ეტაპი გადავლახეთ. სიტყვები დაწერეთ. და ახლა უნდა გადავიდეთ თქვენივე დაწერილი სიტყვების შეფასებაზე. თამაშს ვიწყებთ კახი თქვენგან და უნდა გითხრათ, რომ მინიმალური თანხა უკვე არის 20 ლარი, რაც სამივეს გეჭრებათ. მაქსიმალური თანხა არის 30 ლარი. როგორ დაიწყებთ თამაშს? მაქსიმალურად. 30 ლარი. მარი? 30 ლარი, მარიკა? მეც 30. 30 ლარი. მაშასე გადამწყვეტი ეტაპი. მოთამაშეებმა მაქსიმალური თანხით შეაფასეს. ეს არის 30 ლარი და გავხსნათ სიტყვები. კახი. მე ვერ შევადგინე სიტყვა, კრებ დავწერე. კრებ. თქვენი სიტყვა კრებ არის 9 ქულიანი. ვნახოთ, რამდენ ქულიანი სიტყვა დაწერა მარი. მე დავწერე კუპეს 15 ქულა. კუპეს 15 ქულიანი და გავიგოთ მარიკას სიტყვა. კუპრს 16 ქულიანი. კუპრს 16 ქულიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი რაუნდის და გადამწყვეტი ეტაპის გამარჯვებული არის მარიკა. გილოცავთ მარიკა, თქვენი მოგებული თანხა არის 155 ლარი. ასევე თქვენთან ერთად თამაშს აგრძელებს მარი. მისი თანხა არის 105 ლარი და გილოცავთ მარი და სამწუხაროდ ჩვენ კახის უნდა დავემშვიდობოთ. დიდი მადლობა კახი, რომ მობრძანდით, რომ ითამაშეთ ჩვენთან ერთად. მე მაინტერესებს, როგორ შეაფასებთ ჩვენს თამაშს. დადებითად შევაფასებ, რა თქმა უნდა. სიამოვნება მივიღე ძალიან დიდი. მე აქ მოვედი სიმართლე გითხრათ სიამოვნების მისაღება და არა აზარტის გამო. დიდი მადლობა კახი თქვენ, გემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებას. ხოლო რაც შეეხება მეორე რაუნდს. მეორე რაუნდში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ მარიკა აბულაძე თერჯოლიდან და მარი ჭედლიშვილი სიღნაღიდან. მეორე რაუნდი. ვაგრძელებთ თამაშს, რაც შეეხება მეორე რაუნდის წესებს. მე მაგიდაზე გავშლი უკვე 900 ბგერას, რომელიც თქვენთვის იქნება საერთო. მხოლოდ 30 წამი მოგეცემათ იმისთვის, რომ თქვენ ამ დროში ამ 900 ბგერის კომბინაციით ყველაზე მაღალქულიანი სიტყვა მოიფიქროთ. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ქულების რაოდენობა ერთმანეთს დაემთხვევა, აქ თქვენს გამარჯვებას გადაწყვეტს წამზომი. ანუ რომელი უფრო სწრაფად მოახერხებთ სიტყვის დაფიქსირებას. წესები ავხსენით. მაყურებელს შევახსენოთ, რომ ახალი ბარათებით ვიწყებთ თამაშს და მეორე რაუნდი სასოფგერებია. I1 ქულა, Š4 ქულა, U2 ქულა, N3 ქულა, L2 ქულა, A1 ქულა, R2 ქულა, U2 ქულა და ბოლო ასოფგერა არის I1 ქულა. მოთამაშეებო გაქვთ 30 წამი. გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა. სიტყვები დაწერილია და ახლა უნდა გავხსნათ სიტყვები და გავიგოთ ის თუ რომელმა უფრო მაღალქულიანი სიტყვა დაწერა. მაშასი ამ ეტაპის ფიქსირებული თანხა არის 30 ლარი და ორივე მოთამაშეს გეჭრებათ. მარიკა, გავიგოთ თქვენი სიტყვა. ჩემი სიტყვა არის ნუში. 10 ქულიანი, მარი.
ჩემი სიტყვა შრიალი, მაგრამ გაგზავნა ვერ მოახერხე, რამდენადაც შრი ვერ ავკრიფე. მარი, სამწუხაროდ თქვენი ასობგერების კომბინაცია მოვიდა ია ლირ. რაც სამწუხაროდ ვერ ჩაითვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე რაუნდის პირველი ეტაპის გამარჯვებული არის მარიკა, გილოცავთ მარიკა. თქვენი მოგებული თანხა არის 185 ლარი, მარი თქვენ გრჩებათ 75 ლარი და რა თქმა უნდა ჩვენ ვაგრძელებთ თამაშს. და შემდეგი ეტაპი სასოფგერებია. N3 ქულა, ბონუს ბარათი, A1 ქულა, X4 ქულა, ბონუს ბარათი, L2 ქულა, E1 ქულა, B2 ქულა და ბოლო ასობგერა S2 ქულა. მოთამაშეებო გაქვთ 30 წამი. გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა, სიტყვები დაწერილი და ამ ეტაპის ფიქსირებული თანხა 40 ლარი ორივე მოთამაშეს ეჭრება. თამაშს ვიწყებთ მარიკა თქვენგან და მითხარით სიტყვა. ჩემი სიტყვა ნახულობს. ნახულობს 14 ქულიანი, მარი ხინკლებს. როგორ? ხინკლებს. ხინკლებს, ასევე 14 ქულიანი. და ეს ის შემთხვევაა მოთამაშეებო, როდესაც თქვენს გამარჯვებას გადაწყვეტს წამზომი. მარიმ დაწერა 11 წამში სიტყვა, ხოლო მარიკამ 9 წამში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ეტაპის გამარჯვებული არის მარიკა, გილოცავთ. თქვენი მოგებული თანხა არის 225 ლარი, ხოლო მარი თქვენ გრჩებათ 35 ლარი, ხართ საშის ზონაში. საშუალება გეძლებათ, რომ ითამაშოთ ბოლომდე. თქვენს მსგავსად ასევე მარიკაც 35 ლარით ითამაშებს, ასე რომ შემდეგი ეტაპის სათამაშო თანხა იქნება 70 ლარი. გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. და შემდეგი ეტაპი სასოფგერებია. T4 ქულა, ბონუს ბარათი, R2 ქულა, S2 ქულა, E1 ქულა, P6 ქულა, ბონუს ბარათი, E1 ქულა და ბოლო ასობგერა არის K5 ქულა. მოთამაშეებო გაქვთ 30 წამი, გისურვებთ წარმატებას და წამზომი ჩაირთო. დრო ამოიწურა. სიტყვები დაწერილია, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა უნდა გადავიდეთ სიტყვების გახსნაზე. როგორც აღვნიშნეთ, ამ ეტაპის სათამაშო თანხა არის 70 ლარი და მარიკა, მითხარით სიტყვა. ჩემი სიტყვა ქრება. ქრება. 8 ქულიანი. 8 ქულიანი და მარი ქრისტეს. ქრისტეს. მარი. ქრისტე არის საკუთარი სახელი, რაც სამწუხაროდ არ ჩაგეთვლებათ. 14 ქულიანი კი არის, მაგრამ რას ვიზამთ? ვერ ჩაგითვლით ამ სიტყვას, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე რაუნდის გადამწყვეტი ეტაპის გამარჯვებული ხართ თქვენ მარიკა, გილოცავთ. თქვენი მოგებული თანხა არის 260 ლარი. და სამწუხაროდ მარი უნდა დაგემშვიდობოთ. ძალიან გული მწყდება. საინტერესო იქნებოდა თქვენთან სუპერფინალის თამაში. დიდი მადლობა მინდა გითხრათ, რომ მოვბრძანდით და ითამაშეთ ჩვენთან ერთად. მე მაინტერესებს როგორი ემოციებით გტოვებთ, როგორ შეაფასებთ ჩვენს შოუს. შოუ ძალიან კარგი, ბრწყინვალე, აზარტულია, მაგრამ რა ვიცი, რაღაც ნერვიულობას ჰქონდა ადგილი. კარგით. მოკლედ, დიდი მადლობა თქვენ მარი. გისურვებთ წარმატებას. მარის ვემშვიდობებით. ხოლო მარიკა აი Facebook ვიქტორინის გამარჯვებული არის უკვე სუპერფინალში. ნუ ეს თქვენზე არის დამოკიდებული იქნებით თუ არა, მაგრამ მე ვარ ვალდებული, რომ შემოგთავაზოთ სუპერფინალი მესამე რაუნდი. თქვენ და მოახერხოთ 20 წამში წინასწარ მომზადებული 9 ასობგერის კომბინაციით ყველაზე მაღალქულიანი სიტყვის მოფიქრება. ეს მოახერხეთ Facebook-ზე. და აქაც გაქვთ შანსი რომ მოახერხოთ. აქაც წინასწარ მომზადებული არის ეს ასობგერები, ასევე Facebook-ზეც ეს წინასწარ იყო მომზადებული. მაშასე ჭირდება პასუხი. თამაშობთ თუ არა ჩემთან ერთად სუპერფინალს? არჩევთ 260 ლარს თუ თამაშობთ სუპერფინალს და იგებთ 1000 ლარს? არ თამაშობ. არ თამაშობთ. მეშინია. როგორ მინდა რომ აქედან 1000 ლარით გაგიშვა? მეც მინდა, მაგრამ დამარცხებული რომ წავიდე, არც ეგ არ მინდა. კარგით, მაშასე დღეს ჩვენი შოუს
გამარჯვებული არის მარიკა აბულაძე თერჯოლიდან, რომელიც ასევე ჩვენი Facebook ვიქტორინის გამარჯვებულიც იყო. გილოცავთ მარიკა, თქვენი დღევანდელი მოგებული თანხა არის 260 ლარი. გილოცავთ, გისურვებთ წარმატებას, მარიკა გემშვიდობებით, ხოლო მე მაყურებელს ხვალ 8 ნახევრამდე ვემშვიდობები, ერთმანეთს შევხვდებით პირველი არხის ეთერში და ერთად ვითამაშებთ სიტყვების თამაშს. დროებით.